აღინიშნოს, რომ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი უკვე დიდი ხანია, რაც აქტუალურია და ახლა ცნობილი ხდება, რომ უკვე სასანქციო პაკეტი მზად არის. აქ საუბარია კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ შავ სიაზე, სადაც მოხვდებიან ის ჩინოვნიკები და დიდი ალბათობით პროკურორები, მოსამართლეები, რომლებიც მხილებული არიან უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასა თუ სწორედაც ადამიანის უფლებების შელახვაში. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც დიდი ბრიტანეთი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არსებულ სასანქციო პაკეტს, აქ საუბრობენ კონკრეტულად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ექსპერტები. ისინი ფიქრობენ, რომ თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს დიდი ბრიტანეთი, რაც მოსალოდნელია, ეს იქნება საკმაოდ დიდი დარტყმა ფინანსურად ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგანაც სწორედ ის ოფშორული ზონები, რომელიც გათავსებულია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, აქ ფლობს სწორედ ბიძინა ივანიშვილი მთელ ბიზნეს იმპერიას და მისი ოჯახის წევრები მათ შორის და სწორედ აქედან გამომდინარე, თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდი პრობლემა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ სიას, რომელიც არსებობს და რომელზეც არაერთ ექსპერტს აქვს უკვე ამის შესახებ ინფორმაცია, აქ შესაძლოა მოხვდნენ მოსამართლეები, პროკურორები და ის ჩინოვნიკები, რომლებიც ქვეყანაში რუსული გავლენის გაძლიერებას უწყობენ ხელს და ეს არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი მიაქცევს ყურადღებას, ის რომ საქართველოში იზრდება რუსული გავლენები და მათ შორის არიან კონკრეტული პირები მხილებული მათივე ინფორმაციით, როგორც ექსპერტები გვაწვდიან ინფორმაციას, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებისგან თავი აარიდო. ბრიტანეთის სანქციებს ითვალისწინებს როგორც წესი ყველა სხვა სახელმწიფო, ვისაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ბრიტანეთთან. ანუ, როდესაც გასანქცირებს დიდი ბრიტანეთი, ეს ნიშნავს, რომ შენთან ფინანსურ თანამშრომლობას და გარკვეულ ინტერაქციებს და საქმის დაჭერას ერიდებიან სხვებიც, სკანდინავიის ქვეყნებიც, ბალტიის ქვეყნებიც, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, შეიძლება მსოფლიოს სხვა, შეიძლება იაპონიაც მოერიდოს შენთან საქმის დაჭერას. ძალიან სამწუხაროა და ძალიან სავალალოა და მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში საქართველოს ასე ვთქვათ საქართველოს კიდევ უფრო უკან დაიწია. ეხლა არის საუბრები ზუსტად ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, ივანიშვილი მოხდება თუ არა ამ სიაში, მაგრამ მისთვის პრობლემური სანქციები იმის გათვალისწინებით იქნება კიდევ ერთხელ, რომ შეიძლება მისი ქონების ნაწილი იყოს ბრიტანეთის იურისდიქციაში მოქცეული. პირველ რიგში ჩვენ მოკავშირეებს, რაც ახლა აწუხებთ, არის რუსეთის ფაქტორი და რამდენად მათი ჯერ კიდევ მოკავშირე სახელმწიფოები თანამშრომლობენ რუსეთთან იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ ომში, დასავლეთის წინააღმდეგ პოლიტიკაში და მიეხმარონ სანქციებს თავი აარიდონ, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწყეს. ბიძინა ივანიშვილზე რასაკვირველია საუბარი არის, იმიტომ რომ ამასობაში ყველა აღიარებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ის პირი, რომელიც ამ ვერტიკალ სათავეში უდგას, რომელიც პირდაპირ ატარებს საქართველოში რუსულ პოლიტიკას, შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს იყენებს რუსეთის მხარდასაჭერად დასავლეთის წინააღმდეგ ომში და ის განკარგავს აიმ ფინანსურ თუ ძალაუფლების ვერტიკალს, რომელიც საქართველოს ხელს უშლის, რომ განვითარდეს დემოკრატიული წესი. ბრიტანეთი იმიტომ არის კიდევ ერთხელ ამბობ მნიშვნელოვანი, რომ ბრიტანეთში აკუმულირება ხდება აი ამ ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ძალაუფლების და იქ და მათ შორის საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების ძალიან დიდი ნაწილი სიძლიერეს განაპირობებს ის, რომ ისინი არიან სწორედ ლონდონის ბირჟაზე. ამიტომ როგორც ეკონომიკური რყევების თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც სანქციების პირობებში აღარ ექნება და მერე ეს ჯაჭვური რეაქცია. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შევიდა. ამ დროისთვის პალატის 30-მდე წევრი აწერს ხელს ამ მოთხოვნას, როგორც პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, თუ ბრიტანეთმა დააწესა სანქციები, ამას ექნება დომინოს ეფექტი და ამ შემთხვევაში ამ სასანქციო პაკეტს და ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაერთიანებული სამეფო სავარაუდოდ მიიღებს, შეუერთდებიან სხვა ქვეყნებიც, რაც სავარაუდოდ უკვე გამოიწვევს ქვეყნის სრულ იზოლაციას, რაც ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც ექსპერტები ამბობენ, ივანიშვილს და მის პოლიტიკურ პარტიას.